მიმდინარეობს რიგით მე-9 პოდკასტის ჩაწერა. ვიმყოფებით რა თქმა უნდა ისევ და ისევ პოდკასტ არიაში და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ლადო გუდაძე. მოგესალმებით ლადო, როგორ ხარ? მაგრად თავად როგორ გრძნობ თავს პირველ რიგში? ძალიან კარგი. მინდები ცოტა მაწუხებს რა. დარწმუნებული ვარო ეს შენი სუპერ განწყობა აუცილებლად გადაედება მაყურებელს, იმიტომ რომ ვიცი რა, ლადოსთან ურთიერთობა ყოველთვის არის აი სულ სიცილები და ხარხარები და იმედია რომ დღესაც ჩვენი პოდკასტი ასე კარგი აურით დავა რა. ძირითადი თემა მინდა რომ დღეს იყოს მოტოსკოლები. სეზონი მოდის, ბევრი უკვე იწყებს მოტოციკლეთის ტარების სწავლას და ალბათ ძალიან ბევრი ეძებს ისეთ მოტოსკოლას და მოტოინსტრუქტორს, ვინც შეასწავლის მოტოციკლეთს ისე რომ ქალაქში უკავა არ მოკვდეს. ხოთა აი მინდა ამ ყველაფერს ვისაუბროთ, შევეხოთ ამ ყველაფერს რა ხდება ქვეყანაში ზოგადად და რას უნდა მიაქციონ ყურადღება რა მოტოსკოლის არჩევისას. და სანამ ამ თემაზე მივალთ კიდე ძალიან ბევრი ვაკე იქამდე სალაპარაკო. ვინ ხარ რა ხარ ალბათ რა ძალიან ბევრმა იცის, მაგრამ ერთი-ორი თვით მაინც რო ვთქვათ. მოტოსამყაროთი ვარ დაკავებული, დელჯემის ხოვება, მოკლედ ავტომოტოსამყაროთი ვარ დაკავებული, ავტოთი დავიწყე, მე გადავედი მოტოსამყაროზე 14 წლიდან. 14 წლის ვიყავი პირველად ჩემო მეგობარმა მაჩუქა სკუტერი, მე მოტოციკლიც ვიყიდე ეგრევე იმ წელსვე და ბლა 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 რა მე მიყავი და სხვა შორის წინა პოდკასტი რო ქონდა მერვე ხო? აი მეულდი ყავდა მე მგონი მერვე პოდკასტი ხო? აი მეულდი იყო პირველი ვინც შემსვა მოკლედ. კი მე რა იქოჭორეთ. ხო 14 წლის ვიყავი როცა აი პირველი სკუტერი მაჩუქა მეულდამ და მე იმ წელსვე ვიყიდე თუ ზუსტად მახსოვს F0 400 იყო Yamaha პირველი თუ მანამდე მყავდა კიდე რაღაცები არ მახსოვს მაგრამ მე მგონი პირველი იყო ეგ F0 400 მაშინ მეგონა ყველაზე ჩქარი მოტოციკლი მთელ დედამიწაზე ეგ მოტოციკლი მაგრამ ნუ მე ნანოლა გამithარდი და მოვედი დღემდე რა იქამდე მიხვედი რომ რავი ანუ ძალიან ბევრ შეჯიბში გაქვს მონაწილეობა მიღებული და მონაწილეობა გაქვს მიღებული კი არა და ანუ ძალიან ბევრი ტიტული აქვს ესე იყო ეგ პერიოდი როცა ძალიან ისე იყო შეუცვლელიც ვიყავი ფაქტიურად ბევრი წელი გადავობი როცა პირველობა არ დაუთმე დრაგში იყო ეგ თემა რომ ბევრი წლის საქართველოს ჩემპიონი მომიწია რომ გამხდარიყავი იმიტომ რომ 600-იან კლასში გამოდიოდი და კაიხანი არ იყო გამსწრები არავინ მანამდე წრეულ ბოლოში გამოდიოდი და ვიცე ჩემპიონი გავხდი ერთხელ ანუ მეორე ადგილზე გავედი წლიურში მიხანამ მაჯობა და ნუ დღესდღეობით მარტო ჯიმხანებზე გამოდივარ იმიტომ რომ არც წონა მიწყობს ხელს და არც დრო შესაბამისად მაგიტომ მირჩენია რომ ჯიმხანა ისეთია რა სულ აქტიურად ხარ ერთობი და ტონუსში ხარ სულ და ანუ ყველაზე მეტად რამაც გადამაწყვეტინა ჯიმხანების თემა არის ის რომ უბრალოდ დრო არ მჭირდება მოსამზადებლად რა აი ბევრს არ ჯერა ეგ და ბევრს ალბათ დაუჯერებელიც არის და შეიძლება მეც არ დამეჯერებინა მაგრამ ნუ აი ჩემი მეგობრები ვინც ახლოს ყავს გვერდით ყველა მიცის რომ ბოლოს რო აი შეჯიბრი იყო, შემდეგ შეჯიბრამდე არც ვარჯიში მიწევს, არც იმ მოტოციკლებზე ჯდომაც არ მიწევს საერთოდ რითიც გამოდივარ ხოლმე რა ჯიმხანებზე და რა ბოლო ნუ ისეა რა სულ ვერთობი მან რო გამოდივარ და მაყოფილი ვარ ტონუსში ვარ, კარგად ვგრძნობ თავს და ახლო მომავალში არ მაქვს იმედი სურვილი და დრო იმისა რომ დავბრუნდე არც დრაგზე არც წრეულზე, იმიტომ რომ ნუ დროიდან გამომდინარე რა, ანუ არ მაქვს ფიზიკურად მაგისი დრო რომ მაგ რაღაცებს მივყვეთ, თორე სურვილი აი წრეულის ძალიან დიდი მაქვს სურვილი, უბრალოდ ვიცი რომ წრეულზე რო გადავერთო, სხვას ფიზიკურად ვერ გავაკეთებ, ახლა ლაითად ვერ შევალ, ახლა ისე პროსტა მივიდე და ვიკატავ, ეგრე ვერ ვიქნები. მაშინ და გადავერთო მთელი ჩემი არსებით და ეგრე მაშინ სხვა რაღაცებს მოვწყდები და მაგიტომაც ვერ ვარ, ამიტომაც ვარ ისე ჩემთვის ვარ წრეულისთვის მზადებას დრო რესურსი დღე მან უნდა ვიცხოვრო და არ მაქვს ფიზიკურად ეგ 2 დღე, თორე დიდი სიამოვნებით ყველაზე მეტად რავი სურვილი რო იყოს რას ავისრულებდი იქნებოდა ეგ რო წრეულზე გამოსულიყავი და აქვე ვთქვათ რომ ყველას ურჩევთ იმას რომ ყველას აბსოლუტურად ყველაზე high level-ი არის respect ყველას ვინც დადის ვინც მაგისთვის ნახულობს დროს რომ მივიდეს და საკუთარი თავი განავითაროს და ყველაზე დიდი სურვილი რაც მაქვს ის არის რომ ჩემს გამოსვლაზე მეტად იმის სურვილი მაქვს რომ ხალხმა ნეტა საყურებლად იაროს წრეულზე იმიტომ რომ
აი თავზე ხელაულ ბიჭებს უყურონ და სიამოვნება მიიღონ მათი მანევრირებებით და მათი სკილების ყურებით და ასე შემდეგ რა საოცარი სიამოვნება არის მაგ ყველაფრის ლაივში ყურება რა. ხო რა ოჯახის წევრების გარდა სხვაებიც რომ მოდიან საყურებლად. კაი არა შენც მეტი мотиваცია გაქვს მე რომ რაღაცა მეც როცა გამოდიოდი ხოლმე მაშინაც როგორ იყო იცი როცა ვატარებდით წრიულებს ყველა შეჯიბრი ტარდებოდა ერთი და იგივე დღეს მანქანებთან ერთად რა ეხა ბოლო წლებში დავიწყეთ გაგრას ეგრე რა ავტო ფედერაციასთან ერთად მოგვიწია რამდენიმე ეტაპის ჩატარება და ეგ კიდევ უფრო მეტად აი ხალხმრავლობა ცოტა უფრო ზრდის რა ხო და რავი დიდი იმედი მაქვს რომ ცოტა მეტად მოისურვებს ხალხი რომ მინიმუმ ამ ბიჭებს მაინც დაუდგნენ გვერდზე და უბრალოდ სტიმული მიცენ იმითი რომ აი იცი ბევრი შეჯიბრზე ვარ საზღვარგარეთ ნამყოფი რა არაერთზე მათ შორის არის MotoGP 4ჯერ მომიწია MotoGP-ზე დასწრება და MotoGP-ის გარდა სხვა ივენთები იყო კიდე ადგილობრივი ივენთები სადაც ვესწრებოდი და იმხელა საფრთი აქვთ მაყურებლების მხრიდან მრბოლელებს რომ პროსტო ვერ აგიხსნი რა იქ უნდა იყო და უყურე მაგ ყველაფერს რამხელა სიამოვნება არის მრბოლელისთვის როცა ხალხი ხელს უხნევს და მის ტრაფარეთს აწევს და მის საბორტო ნომერს ყვირიან და ასე შემდეგ ძალიან დიდი სიამოვნება არის და იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში მაგიტო ვიბრძვით რომ მაგ კულტურამდე მივიდეთ რომ აი ხალხი საბალეშიკოდ დადიოდეს მოტომრბოლელებისთვის ძალიან მეტი სტიმული არ არის არაფერი წელს ხო იყო ანუ ავტო მანქანების წრიულთან ერთად იყო მოტოების წრიულიც და ნუ ხალხი ბევრი იყო რა მაგრამ აი ხა ჩემთვის ნუ 8 წელი არ იყო ჩატარებული მანქანების წრიული და რომ დავჯექი და უყურე ანუ აი ჩემ პირადი აზრია რა ესე მგონია ძალიან ღრმაა დოღონდა რომ ეს რა ქვია მოტოციკლეტების წრიული ბევრად უფრო კარგი სანახავი არის ექსტრემალური ბევრად უფრო მეტად არის წრიული რა მან ახლა რა მომენტი არის მანქანებს ეფექტი აქვს ის რომ ბევრნი არიან ერთად და ახლოს უწევთ ბრძოლა მოტოციკლეტების შემთხვევაში პროფესიონალიზმი რა თქმა უნდა გაცლება ვერ შევადარებ იმ მანქანის მძღოლების პროფესიონალიზმსა და არ ვაკნინებ არავის პირიქით ძალიან დიდი რესპექტი ჩემგან ყველას აბსოლუტურად სულ რომ მონოკლასიდან დაწყებული ფორმულათი და მოტოციკლით დამთავრებული ყველას დიდი რესპექტი ძალიან მიამაყება რომ საქართველოს ჯერ კიდევ გვაქვს ეგ ყველაფერი მაგრამ ну რა თქმა უნდა ხა მოტოციკლის პროფესიონალიზმი გაცილებით სხვა ლეველზე არის ვიდრე ამ შემთხვევაში 90-ის პროფესიონალიზმს სჭირდება რა უბრალოდ პლუსი ეგ აქვს მანქანების შემთხვევას რომ ბევრნი არიან და ახლოს უწევთ ბრძოლა ერთმანეთში მოტოციკლების შემთხვევაში შეიძლება ორი კაცი ისე იყოს რომ დახოცონ ერთმანეთი და მთელი ივენთი ღირდეს მაგ ორი კაცის საყურებლად რა თუმცა ну ცოტანი არიან ჯერ ძალიან და იმედი მაქვს რომ გამრავლდებით. მოყვარულები ვართ აქ. და ერთად გულისხმობ, მაგას ყოველას აი ძალიან დიდი მხარდაჭერა თუ ვინმესთან რამეთი შემეძლია როგორც დავუდგე დიდი სიამოვნებით, როგორც მოყვარულებში, ისე პროფესიონალების კლასში ნებისმიერ ძალიან გამიხარდება რომ რაღაცა ხელი შევაშველო თუ რამე შემეძლია თუ არ შემეძლია უბრალოდ გვერდიდან საფორტი ჩემგან მეტი არაფერი. ვაი წრიულის გემო მეც რო გავიგე, ანუ მართლა ვიძახი ეთესი აღარ არის აქამდე რომ ეთქვა ვინმეს რა რომ აი ტრეკზე რო ახვალ ქალაქში სიარული აღარ მოგინდება და რაღაცა არ დავიჯერებდი მაგრამ იმის მერე ხო გეუბნები ჩემი მოტოციკლეტი აღარ გამინძრევია რა ზუსტად ეგრეა ეყინა სანამ მეთქი აი მოვა ზაფხული და ტრეკზე სიარულს რო დავიწყებ მერე დავქოქავ რა რაღაცთან უკვე ufრთხილდები ყველაზე ხო ყველაფერს რა რომ იქ საბურავსაც ufრთხილდები იმას წამოს დავდიოდი წრეულზე მაშინ ჯერ ქალაქში არც ესეთი მოძრაობა არ იყო და ჩაჭერაც შეგეძლოდა პატრულებიც უფრო ნაკლებად იყვნენ აგრესიულები ესე როგორც დღეს არიან და შენაგან ბევრი ბენეფიტი ქონდა ჩემს დაწყებულ მაშინდელ სიარულსა და დღევანდელ ქალაქში სიარულს შორის რა მაგრამ მაგისგან მიუხედავად იმისა რომ ქალაქში მაშინ უფრო მეტად იყო გაზაობები ვიდრე ახლა არის და ასე შემდეგ მაშინაც კი როცა წრიულზე დავდიოდი აბსოლუტურად არანაირი სურვილი არ მქონდა რომ წრიულიდან ტრეკიდან რომ გამოდიოდი უბრალოდ ტრანსპორტად ყოველთვის ვყავდა და სულ ტრანსპორტად ვიყენებდი მოტოციკლს ქალაქში და დღესაც რავი ძალიან გამიხარდება რომ ვიღაცებმა გეზი აიღონ დახურული ტრეკისკენ და არა ქალაქისკენ რა მაგას უწევთ პოპულარიზაციას ამდენი წელია რასაც წვალობთ და შრომობთ რა აი ჩვენის მხრივ მაგას ვცდილობთ რომ აქიდან წადი იქ დახარჯე ის ენერგია რასაც გთხოვს ორგანიზმი და გონებაც ვიდრე ქალაქში გამოხვიდე და რისკი ის ქვეშ დააყენო შენ ჯანმრთელობას და სხვისიც რა ასე რომ კიდევ ერთხელ ვიტყვია ესე ხმამაღლა რომ ადით ტრეკზე ცადეთ უბრალოდ არ არის აუცილებელი რომ შეჯიბრზე გამოხვიდე და რავი რაღაც სასწაულები ჩაატარო რა უბრალოდ აი შინაგანად რომ დაიცალო რა ძალიან მაგარი რაღაცაა და მადლობა ღმერთს რომ მივედი მაგამდე რომ ეგ გამოვცადე და მაგის გემო გავიგე რა. კი, მადლობა გონს რომ გვაქვს საერთოდ ტრეკი ზოგადად საქართველოში პირველ რიგში მიუხედავად იმისა რომ ძალიან მდგომარეობაში არის, მაინც ძალიან დიდი მადლობლები უნდა ვიყოთ მაგისი და
უბრალოდ ერთი ცუდი ის არის, რომ ქართველებს გჭირს ძალიან ცუდი თვისება გვაქვს ერთი, რომ სულ პირველობა გვინდა რაღაც პონჩი კარგიც არის, რაღაც პონჩი ძალიან ცუდი არის რა. ძალიან ბევრი ვიცი ადამიანი შეჯიბზე რო არ გამოსულა, იმიტომ რომ იცის რომ ვერ იზავს რა ვერაფერს რა და იმის იმედად რომ არ დაჯაბნონ და არ გამოჩნდეს ესეთი დაბალიღობე, მაგის გამო არ გამოდიან შეჯიბრებებზე ნებისმიერ დისციპლინაში, არ აქვს მნიშვნელობა რომელ დისციპლინაში რა. არ და რეალურად კაგრას ეგ არის რაც ზრდის ადამიანს რა, უფრო დიდთან ჭიდაობა, უფრო მძლავრთან, ეგ არის იდეაში სწორი მიდგომა. თუმცა დღეს ძალიან ბევრი ვიცი ისეთი ადამიანი, რომელიც აი ეს თუ გამოდის რა აზრი აქვს ჩემი გამოსვლას ეგრე ფიქრობს რა და პირიქით ჩვენ დროს როცა მე ტრიულზე ვიყავი, კაგრას მაგიტომ მიხარო და გამოსვლა რომ ჩემზე უფრო ძლიერი ვინც იყო იმასთან მიწევდა ჭიდაობა და მაგით ვისწავლობდი ზუსტად მეც ტარებაზე ჩემთასაც ვამთავრებდი მაგით. ისიც ანალოგიურად ხო რაღაც საზომივით გაქვს მე რა რომ იმას მიუახლოვდები და იწევი გაასწრებ და საერთოდ სხვა ემოცია მოხდა. ეს უბრალოდ ის არის რომ აი ყველას უნდა რომ ან სამეულში გავიდეს ან მოიგოს ისე რა აზრი აქვს შეჯიბრზე გამოსვლას და სამწუხაროა ეგ, მაგრამ რა იმედია შეიცვლება კიდე ეგეც რა. იმედია და აი ტრეკსაც შევეხეთ. კი ვთქვით რომ მოტოსკოლებს შევეხოთ რა. ტრექსთან შევეხეთ, აქაც 1-2 სტუდი თქვათ რომ სამწუხაროდ აი ტრეკზე ვინც ადის რა, ვისაც აინტერესებს ტრეკი, ვისაც უნდა რომ ტრეკზე იაროს, ან თუნდაც შეჯიბრზე გამოვიდეს, კი ამოვა, მაგრამ ანუ არ იცის რა გააკეთოს, როგორ გააკეთოს და სამწუხაროდ ეგ არ გვაქვს ამ ეტაპზე რა, აი რაღაც ესეთი ტრეკის სკოლა ან რაღაც მსგავსი რა. ოვგანესიანი არის ერთ-ერთი წარმატებული მოტომრბოლელი, რომელიც ძალიან ხარში უდგას დამწყებ მრბოლელებს და დიდი პატივისცემა მაგის გამო ჩემგან ერიკას ნებისმიერიც როგორ რაღაცა არის ნეტა ვინმე მსურველი გამოთქვას რომ ტრეკზე მოვიდეს და არც ერთი მოტომრბოლელი ვინც დღეს დადის ტრიულ რბოლას არც ერთი არ დაზარდება რაღაცის სწავლას მისთვის რა. ნუ შეიძლება ვიღაცამ ვერ მოიცალოს და მისთვის ვერ წავიდეს ტრეკზე, მაგრამ იქ ვინც დახვდება ადგილზე, როგორც კი ამინდები გამოდიან, სულ არის იქ ვიღაცა მრბოლელი რა. ნებისმიერი გაუზიარებს ცოდნას, რაც შეუძლია და არ ვართ იმ ლეველზე, რომ აი შენ რაღაცა იცოდე და არ თქვა, იმიტომ რომ მე რაღაცა არ ვისწავლო რა პირიქით. ჯერჯერობით გვაქვს ის ბედნიერება, რომ ნებისმიერი მოტომრბოლელი ბედნიერებით გაუზიარებს ნებისმიერ ადამიანს ცოდნას თავარია მონდომებული იყოს ვინმე რა. კი, ზუსტად აი მაგის მოსმენა მინდოდა მეც, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გონია რომ იქ ავა და всё, ანუ არავინ არ იქნება ადამიანი, ვინც დაეხმარება და ჩემი მაგალითად რო ვიყოთ რა, მე რო იქავედი, მეც ტრეკზე როგორ უნდა მიმოძრავ, რა თქმა უნდა, რო არაფერი არ ვიცოდი, რაღაც YouTube-ზე თუ მეც ნანახი მექნებოდა ვიღაცის რაღაც 8 წუთიანი ვიდეოები რა და იქ რავი მიხანა იყო, ერიკა იყო, ჯიჯი იყო, ვინც მოდიოდნენ რაღაცა, რა ხდება იქ ეს რო გააკეთე, აი გიყურებდი და ესეც ადე და ანუ აბსოლუტურად ყველა რა. იქ ლუკა იყო, მე გვარი აღარ მახსოვს სამწუხაროდ რაღაც ამორტიზატორები გინდა გაგისწორა და აი ყველა რა, იქ მაცულ არ გჭირდება, ხო? ლომტაძე. ხო და ანუ აი ეს გარემო კიდე უფრო განდომებს მე რა. ძალიან შინაურული გარემო არის. არის ხოლმე რაღაცა შიდა ბრძოლები, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ნეტა ვინმე მოვიდეს და ნეტა ვინმე სურვილი გაუჩნდეს. იცი რა არის? დრაგი და ჯიმხანა მაინც უფრო სამოყვარულო ლეველი არის და მიუხედავად იმისა, რომ დრაგზე მთელ ზოგადად ეგრე არის, რომ ყოველთვის გაცილებით მეტი ყავს მაყურებელი დრაგს, ვიდრე თუნდაც ალბათ ტრიული რბოლა. პროფესიონალიზმით რო ავიღოთ, შეიძლება 10 ბალიან სისტემიდან 1 შევაფასო დრაგი და 10-ით ტრიული რბოლა რა. თუმცა ნუ საყურებლად მარტივი არის, ყველას ისიც მრბოლელია და ისიც რა ვიღაცისთვის რა და რეალურად გადართავს სიჩქარეში დასტარდა. კი, რა თქმა უნდა, მაგას ალკე პროფესიონალიზმი ჭირდება და ვერ ვიტყვი, რომ დრაგზე ვინც გამოდის არ არიან ბიჭები, ვინც იციან ტარება მეთქი, მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვი რა. მით უმეტეს ბოლო წლებში ისე გაიზარდა უკვე დონე, რომ კარგ დროებს ვეჭიდავებით ძალიან სოფლიო დონის თვალსაზრისით და რა ვიცი, ნუ იმედია კიდე ნალა წაიწევა. ფაქტობრივად შემიძლია ვთქვა, რომ იცი როგორ რაღაც ვიტყოდი, წინ მივდივართ ერთ ადგილას არ ვდგავართ, უბრალოდ ძალიან ნელი ნაბიჯებით მივდივართ წინ რა. უკან ნაბიჯებს არ ვდგავთ. ყოველთვის წინ ვდგავთ ნაბიჯებს, მაგრამ ძალიან ნელი გვაქვს ტემპი რა. რაღაცა საფორთები ჭირდება რაღაცეების მხრიდან, მაგრამ რას ვიზოთ, თავარია არც უკან ვდგავთ ნაბიჯებს და არც ერთ ადგილას არ ვდგავართ რა. ხო, ნუ ვინც ვართ, მე მგონი რაღაც პატარ-პატარა წვლილს ვცდილობთ რომ შევიტანოთ და რაღაც ეტაპზე გამოიგებს რა შედეგს აუცილებლად. აგერ თუნდაც ერიკას მოსწავლემ ჰობიში მეორე ადგილი აიღო. ძალიან მაგარი შედეგია. ხო, ის მოვიდა პირველ წელს, ხო, ანუ ერთი კაცი მოიყვანს 10 კაცს, 10 კაცი მოიყვანს მე 100 კაცს რა, ნებისმიერი
მარტო მრბოლობა არ არის რა შეიძლება გუნდის წევრი იყო მექანიკოსი იყო მისი დამხმარე იყო რაღაც შეიძლება უბრალოდ მაყურებელთაც რომ მოხვიდე იმდენად ივსება და იმდენად დიდი სტიმული არის მრბოლელი როცა თუ წეღანას ვახსენებდი რა როცა უბრალოდ რო ტრიბუნაზე მაყურებელს ხედავს ეგ არის მისთვის მთელი სტიმული ძალიან დიდი ჯაჭვია რა იქ მრბოლელი მაყურებელს უყურებს ტრიბუნაზე მრბოლელთან ერთად იქ ვიღაცა კომპანია უყურებს რომ მაყურებლები არიან იქ ვიღაცა კომპანია მე და ინტერესს გამოხატავს იმაში რომ მრბოლელთან რაღაცა კომუნიკაციაში შევიდეს მაგის გარდა იქ ფედერაცია არსებობს რომელიც ასევე შეიძლება და კომუნიკაცია დაამყაროს და ფედერაციისგან მოხდეს რომელიმე კომპანიისგან დასაპორტება ნებისმიერი მრბოლელის ან პირდაპირ კავშირი შეიძლება მოხდეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ჯაჭვი რა მთავარი არის მსვლელობა იყოს სულ როგორც მრბოლელის ისე მათი გულშემატკივარის და გუნდის წევრების ასევე უბრალოდ მაყურებლების ვინც მოტომოყორულები არიან ძალიან მწყინს ის რომ მთელი წლის განმავლობაში კალენდარი ყოველ ნებისმიერ შეუძლია მოიძიოს რომელ რიცხვში რომელ საათზე რომელ წუთას რა ტარდება და რავი შეიძლება ბევრი ვიცი სხვათა შორის ისეთი მოტო ინსტრუქტორები სხვათა შორის რომლებიც დაუგეგმავთ თავიანთ მოსწავლეებთან ერთად რაღაც შეკრება და ხან ვიდეოების ყურება და ხან რაღაცა სისულელეები რა და იმ დღეს შეჯიბრი ყოფილა რა ანუ რაღაცა ქალაქის რაიდები და რაღაცები დაუგეგმავთ როცა წადი რა წელიწადში ტარდება 3 შეჯიბრი უყურე რა შენი მაყურებელი ყავს თუ შენი მეგობარი ყავს თუ მარტო შენ ხარ მიდი და უბრალოდ იქ მიდი იქ დახარჯა შენი ემოციები და მიიღე სიამოვნება მაგრამ რა ნანულა იმედი მაქვს რომ მივახვალ ეს ხალხის დაინტერესებაც პირდაპირ კავშირშია რა თქმა უნდა მე უკვე სპონსორის ჩართვასთან ამ თემებში და ინტერესი არის ყველაფერი რასაც აკეთებს აქ მე უკვე უფრო ბიჭო ანუ ძალიან ძვირია რა და რაღაც იმაზე უკვე ფიქრობ რომ ანუ მიღირს თუ არ მიღირს თემა რა იმიტომ რომ ძვირიანი ჰობი გამოგდის რა როცა შეგიძლია რომ მართლა სპორტი იყოს და არა ჰობი რა ხო და აი როცა ეს ინტერესი გაჩნდება ხალხის მხრიდან მე ალბათ უფრო დაინტერესდებიან კიდე კომპანიები და იმ ბიჭებს ვინც მართლა თავს არ ზოგავს და ამ შეჯიბრებში რავი აი მართლა ყოჩაღ რა იმათ იმიტომ რომ მართლა ყველანაირ რესურსს ფინანსებს დებენ ხო და ანუ ძალიან ბევრი რაღაცები გაუყიდეთ იმიტომ რომ შეჯიბრისთვის ინვენტარი შეეძინათ და ეკიპირება შეეძინათ და შეჯიბრისთვის მონაწილეობა მიიღოთ რა მთელი სული და გულით არიან გადაშვებულები არა აქვს ბევრი საშუალება რა თქმა უნდა და თუ ვინმეს რაიმეთ შეუძლია რომ დაეხმაროს მე ეჭობა რომ ვინმე რაღაცა უარი უთხრას რა და დიდი იმედი მაქვს რომ კიდე მეტად უფრო ინტერესს გამოხატავენ ნებისმიერი კომპანიები იქნება თუ უბრალოდ ფიზიკური პირები თუ ასე შემდეგ ერთადერთი უბრალოდ თხოვნა მაქვს რომ მაყურებელი მოვიდეს ნებისმიერი მოტომოყარული ვინც კი უბრალოდ ორიბორული დატის რა ნებისმიერი არის უმნიშვნელოვანესი რომ უბრალოდ ტრეკზე მოვიდეს როცა შეჯიბრი ტარდება რა დანარჩენი ყველაფერი იქნება რა დანარჩენს ყველაფერს ორგანიზატორი ყავს გვერდში მდგომი ადამიანი ყავს თვითონ მორბოლელი ყავს ყველაფერი იქნება მაგრამ თუ მაყურებელი არ იქნება არაფერი არ იქნება აბსოლუტურად რა მე შენ სხვანაირად გადიხარ რა აბა გულშემატკივრობს აი სხვა დუხზე ხარ და სხვა ემოცია გაქვს სხვა ენერგია გაქვს სხვანაირად შემოდიხარ რა მეგრია როგორც მრბოლელი ისევე ორგანიზატორიც როა იყო ეხლა მე პირადად ეხლა მრბოლობიდან გადანაცვლებული ვარ ორგანიზატორობაში და სხვა ენერგია არის ახლა როცა იცი რომ ტრიბუნა უნდა გაივსოს როცა იცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს შენ ჩატარებული ვენზე მრბოლელის კუთხიდან როცა რო ავიღოთ რომ როცა იცი რომ ტრიბუნაზე ხალხი დგას ასობით რომლებიც შენ გიყურებენ გაკვირდებიან როგორ შედიხარ მოსახოვში გაკვირდებიან როგორ სტარტავ გაკვირდებიან როგორი დისციპლინა გაქვს როგორი პერფექციონიზმი გაქვს ნებისმიერი დეტალი რა ყველაფერს გაკვირდებიან რა თქმა უნდა იმასაც მეტი мотиваცია აქვს რომ თუნდაც მეტი დრო დახარჯოს შრომაში, ტარების სწავლაში, გაუმჯობესებაში, საკუთარი თავის და ასე შემდეგ რა. ო ძალიან ღრმა თემა არის, ამას რო ჩავყოთ ხუთი პოდკასტი არის, აი მაგით მას ვაპირებდი ზუსტად ახლა. ხო და მოდი აი გკითხავ ბარემ და გადავიდეთ მე უკვე გამოვშვა. მე მაყურებელს ვიტყვი რომ ალალად არ ვიცოდი რაზე მოვდიოდი, წინასწარ არ მქონია არ შეთანხმებული. ვიც მოვედი უბრალოდ რომ რაღაცები ველაპარაკა რა. ხო და აი მაინტერესებს რა ხდება YouTube-ში, როგორ მიდის საქმეები, რა საპირებ. ეს გლობუსი არ გეგონოთ რა გეოგრაფიის გაკვეთილი გვაქვს, მაგრამ შეიძლება გქონდეს კიდეც ბატონი ლადო ჩაგვიტარებს გეოგრაფიის გაკვეთილს. აი აქიდან სადა ვარ? აი აქიდან რაღაცა ესე იმოგზაურებს. ხო, ეს არის დედამიწა, სადაც შევყავთ და მარტივად რო ვთქვათ, იდეა მაქვს რომ შემოვიარო თითქმის ელი დედამიწა რა. ხო, მოკლედ ჰობი მაქვს ეგეთი, რომელსაც
ნელ-ნელა ვაქცევ სხვადასხვა მიზნებად და ყოველდღიურობად და ასე შემდეგ რა. 4ჯერ ვიყავი სუწასული ევროპაში მოტოციკლით საქართველოდან. ბოლო 2 გასვლა იცის მაყურებელმა, იმიტომ რომ რეალურად ბოლო 2 გასვლაში დავიმაგრე კამერა და წავედი ისე. მანამდე კიდე 2ჯერ ვარ ესე წასული და ჩამოსული, ძალიან ბევრი 1000 კილომეტრი ბევრი ქვეყანა მაქვს შემოვლი მოტოციკლით, ოღონდ აი მართლა გეუბნები, სელფიც არ გადამიღია არასოდეს. მივხვდი ანუ უბრალოდ იმდენად ეგ იყო მუღამი, რომ აი უბრალოდ დამჯდარი ყავი ისო, ანუ ეხ ძალიან გული მწყდება, ერთ-ერთი გასვლა იყო მაგალითად ალბათ 10-15 წლის წინ იყო, მე მგონი არც მახსოვს როდის იყო. აქედან წავედით პოლონეთში არის ბიტქოში ეგეთი ქალაქი არის რა, ვარშავასთან ახლოს არის და 15000 მოტოციკლი იყო შეკრებილი, 15000 კრუიზერი. შეხვდები ხა იქ რა კადრების გადაღება შეიძლებოდა და რა YouTube-ის აწყობა შეიძლება და რა ვიდეოს დადება შეიძლება, ზოგადად რა კონტენტი ის უბრალოდ აი 1-4-5 ფოტო შემიძლია მოგიძებნო, რომელიც ესე მაქვს ტელეფონით გადაღებული. ჩატში გაგზავნილი ვიღაცის. მართლა ეგრეა, თორე ეხლა რო ვიხსენებ, რა მასალა მაქვს გამაზოლია, ეგ ერთი გასვლა იყო. მაგის მერე იყო კიდე ერთხელ წავედი და საბერძნეთ, ანუ კორჩ, მოკლედ 2ჯერ ვარ წასული მარტივად რო გითხრა, სადაც აბსოლუტურად არაფერი არ მაქვს გადაღებული. აი 4-5 ფოტო თუ მოიძებნება, ისიც აი მართლა ვიღაცასთან გადაგზავნილი რო გადავუღერო, აი ნახე რა ხდება მეთქი რა. მაგის მერე უკვე იყო ეს შარშანწინდელი და შარშანდელი გასვლა, რომლებიც გადავიღე უკვე ვიდეოზე და კარგი გამოყურება მოყვა ძალიან. შეგიძლიათ ნახოთ ლადოს YouTube არხზე, აქვე დავწერეთ რა თქმა უნდა აღწერაში და შეგიძლიათ ვინც აქამდე არ ყოფილხართ ლადოს არხზე, გადახვიდეთ, ნახოთ ბევრი სწავლა შეიძლება მაგ ვიდეოებიდან, ბევრი კარგი დეტალი არის, რომელიც თუ ინფორმაცია აინტერესებს ვინმეს მოგზაურობასთან დაკავშირებით, შეუძლიათ ჩაუჯდნენ და მართლა ისწავლიან ბევრ რაღაცას და შემდეგები რაც იქნება, შემდეგი რა იქნება, ხო არ გეტყვით. თუ ჯერ ესე დატოვებ საიდუმლო სადა ხან დავტოვებ და მე დავიწყებ მაგაზე ექსკლუზივი არ მოგცა ხო არა შემიძლია შეგვიძლია რომ მოგცე მაგრამ უბრალოდ ჯერ დეტალების დაზუსტების ამბავი ის მომენტი არ მაქვს რომ აქ მინდა თქვა უბრალოდ ჯერ დეტალებს დავუწყებ და წინას არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი რა თქმა უნდა მიყვარს როცა ვიწყებ უკვე საქმეს და მე მაგას განვიხილავ და ჯერ უბრალოდ დეტალებს ვაზუსტებ და როგორც კი მორჩება ყველაფერი დიდი მოგზაურობა იგეგმება მოკლედ ისეთი რომელიც ჯერ საქართველოს არავის არ უქნია და კიდე ბევრი წელი ვერ იზავს ვერავინ რა და ნუ იდეაში ისინი რეალიც მაგაკეთებული ისინიც არ უქნია ჯერ არავის საქართველოსდან მაგრამ ეგ კიდე უფრო რეალურია რომ გააკეთოს ვინმე მაგრამ აი მომავალში რაც მაგ დაგეგმილი თავს დავდებ ბევრი წელი ვერ იზავს ვერავინ დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით სად მიდის ლადო წარმატებებს გისურვებ შენს YouTube არხზე შენს მოგზაურობებში იმ ბიზნესებში რაც გაქვს დასახული და ვიცი რომ გააკეთებ რა მაგ ყველაფერს 10-იანზე ნახოთ ხო 10-იანზე 5-იანზე უნდა თუ გავაკეთებ პირობას დებრო 10-იანზე გავაკეთებ ხო და აი რო გავაკეთებ მე კიდე მოგიყვანთ აი აქვე შეგიპირე ეხა რომ მე ძალიან ბევრი იქნება სწავლება უკვე მე რიგში ვგები კაი ანუ всё აქ ნაკომი დაფიქსირებული არის ეს ბატონო არ არის პრობლემა შენ ასევე გაქვს მოტოსკოლა ნელ-ნელა მაინც აქეთ მივიდიოდით რომელსაც საერთოდ არ უწევ არამედ პიანს ხო არა რა თქმა უნდა ახლა ჯამბერად ფული არ მოუწია ჩემს. არა მარტო ვაკია ზოგადად რა თემა იცი? ძალიან ბევრს უკითხავს და ძალიან ბევრი ლაპარაკი მქონია მაგაზე რომ twins არ ვურღავ რა ესე ვთქვათ იმაზე რომ აი მოტოსკოლა აი ბლა ბლა აი ჩემია და ანუ არა პირიქით. ხო მაგას ვერსად ვერ ნახავთ მე მგონი ვერც YouTube-ზე ვერც Instagram-ზე. არც ერთ ჩემ ვიდეოში არ მაქვს ნათქვამი მსგავსი რაღაც და ძალიან ისია ხალხი ბევრი კითხვები აწუხებთ ხოლმე მაგრამ ნუ კი რავი არსებობს ეგ სკოლა მაქვს და ყოველდღე ბავშვით ვზრდი მარტივად რო გითხრა საკუთარი შვილივით მყავს ეგრე დაბადებული გამოჩეკილი გაზრდილი და დღემდე ვართ მოსულები და შემიძლია მქონდეს პრეტენზია იმაზე რომ საქართველოს ნომერი პირველი მოტოსკოლა არის ხო აი ზუსტად მივადექით რა ეხლა რა სეზონი მოდის ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება მოტოციკლეტებით და ყოველ წელს ეს რიცხვი აღიმატება ბევრად წინა წელს და ბევრი ადამიანი არის ვისაც აინტერესებს თუნდაც მოტოსკოლები, თუნდაც მოტოინსტრუქტორები, თუნდაც როგორ უნდა აარჩიონ, როგორ უნდა მიხვდეს, რომ აი ეს მოტოსკოლა ჯობია სიტყვაზე ამას და აქ უნდა ვიარო და აქ არ უნდა ვიარო რა. მომრავლდა მოტოსკოლებიც საქართველოში. სამწუხაროდ იმის გამო რომ ნუ არ არსებობს რაღაც არც ინსტრუქტორის რაღაც გამოცდა და რეგულაციები რომ დარეგულირდეს რა ეს თემა ისე რომ მართლა უსაფრთხო იყოს და იცოდე რომ იქ რომ მიდიხარ
ნამდვილად პროფესიონალი გასწავლის, ნამდვილად უსაფრთხოდ გეცოდინება გზაზე გადაადგილება და მსგავსი თემები. რო არ არსებობს, ამიტომ გადავწყვიტე რომ დღეს აი ამ ყველაფერს გვესაუბრა და რაღაცნაირად გაუმარტივო მსმენელს გადაწყვეტილების მიღება რა. ხო და აი რა ვითარება გვაქვს? მარტივად გეტყვი, არჩევის კრიტერიუმები ერთადერთი რისი არჩევაც ხდება მოსწავლის, მოტომოყვარულის და ახალბედას მიერ არის ლოკაცია. სად უფრო ახლოს არის მისთვის და მოსახერხებელი სიარული, რაც ძალიან ცუდი არის. რეალურად მოდი ესე ვიტყვი, რომ ლოკაციის მხრით რო ავიღო, არაფერი არ მაქვს დასაჩივლებელი, როგორ არის? დასაჩივლი. არაფერი როგორც არის, მოკლედ, ძალიან კარგი ადგილას ვართ, მაგრამ არსებობენ ჩვენ გარდა კიდე ისეთი ბიჭები, რომლებსაც რეკომენდაციას გავუწევდი და მათთან ახლოს იქნებიან თუ შორს იქნებიან, ვეტყოდი რომ შეუძლიათ მივიდნენ, მაგრამ არსებობენ ასევე ისეთი ადამიანები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ შენს გვერდზე იყოს მოტოსკოლა გახსნილი, მაგრამ ვერ გირჩევდი რომ ისულიყავ, იმიტომ რომ ბევრი მიზეზის გამო ვერ ურჩევდი და ჯერჯერობით დღესდღეობით გვაქვს ძალიან ცუდი ტენდენცია მაგ კუთხით, მართლა ვინც რაღაცა ერთი მოტოციკლის ფული შეაგროვა და იყიდა ყველა მოტოსკოლა გახსნა და დაირქვა მოტოინსტრუქტორი და ასე შემდეგ. იგივე არის მოტო სერვისების თვალსაზრისითაც, ვინც 10-იანის და 12-იანის ერთმანეთისგან გარჩევა ისწავლა ქანჩების, ყველამ მოტო სერვისი გახსნა და ყველა იმას აწვება რომ აი მოდით სერვისი და მე რეალურად ეს ყველაფერი ჯაჭვი არის და ძალიან ცუდად ისახება ყველაფერზე რა. მოტოსკოლებს რო დავუბრუნდეთ ისევ ეგ ტენდენცია რაც დღესდღეობით გვაქვს არის ძალიან ცუდი და მოდი ეს რაღაცას გეტყვი. მე პირადად 3 მოსწავლე ვიცი ჩვენ სკოლაში გამოზრდილი მოსწავლე. გამოზრდილი შეიძლება ზოგს არცულია, ბევრი ზოგ, ანუ მინიმუმ 1-2 გაკვეთილი მაინც აქვს ნასიორლები, რომლებსაც დღეს მოტოსკოლა აქვთ. ხო და ცუდია. კარგი მოსწავლეები იყვნენ. შემიძლია ამოვიღო მათ ფაილები სხვათა შორის, ერთ-ერთი კიდე წინ იმითი ვართ, რომ ყველა მოსწავლის შესახებ ინფორმაცია გვაქვს და ვინახავთ ვის რა და როგორ ანაირად, რაც არ ხდება არც ერთ მოტოსკოლაში სხვაგან მთელ საქართველოში. შემიძლია ნებისმიერზე ამოვიღო და გეტყვით ეგრევე ვის რა შესაძლებლობები ქონდა. ცუდი ტენდენცია არის ძალიან სავალალო შედეგებამდე მივალთ და ძალიან ცუდია ის რომ ხალხს ჯერ არ შეუძლია იმის გარჩევა ვინ არის კარგი ვინ არის ცუდი და საერთოდ როგორ უნდა გაარჩიოს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ უბრალოდ მოტოინსტრუქტორები ვინც საკუთარ თავს მოტოინსტრუქტორს ეძახიან იბრალებენ რომ ბევრი წელი აზიან იბრალებენ რომ კარგები არიან კარგად დადიან და ასე შემდეგ. ხო და აი ეს ბევრი წელი რო აქვთ მართვის მოწმობა სახში უდევ ზოგი დრაივებთან ესე ვთქვათ ბირჟაობს და ამას გამოცდილებას რო ეძახიან რა ძალიან ბევრი ტაქსისტი ვიცი მე 40 წელი რო მართვის მოწმობა აქვს მაგრამ რომელმაც სტარება მაგით მომინდა რა რომ აი 15 წელია 20 წელია მოტოციკლებზე ზივარ და ანუ და ეს ადამიანი იყო რა ერთი ადამიანი ვინც მეკავს რაღაცას ამბობდა და შეჯიბრზე არსად მაყურებელშიც კი ნანახი არ მყავდა რა მეც ვიცი ხო თან რო უსმინე რაღაცებს რა ტრეკის რჩევებიც იყო იქ რა თქმა უნდა მეც მომისმენია რჩევები და ნახე მოდი ეს რაღაც გეტყვი ნახე 19 წელია მე პირადად მოტოციკლს მართავ და შემიძლია ვთქვა რომ დღესაც მე ტარება არ ვიცი იმიტომ რომ ბევრი მიზეზის გამო მე ვერ ვიტყვი რომ ტარება ვიცი მეთქი ბევრი უამრავი ლეველი მაქვს ჯერ გასავლელი იქამდე რომ ვთქვა რომ მე ნორმალურად დავდივარ მეთქი თუმცა ბევრი მოტოინსტრუქტორი ვიცი რომელიც ძალიან კარგად მიაცედის გამოცდილება და ამბობს რომ ყველაფერი ვიცი არა ნუ რავი ეხლა მე გამოსლებით არ შევეჯიბრები მათ მაგრამ ბევრი ვიცი ვინც აქვს პრეტენზია რომ ძალიან კარგი მძღოლები არიან თუმცა არც ერთ შეჯიბრზე არ მინახავს ისინი არც ქალაქში მათი ვიდეოები მაგრამ სხვა შორის მე არ ვეძებ ხოლმე მიგდები ხოლმე სულ რაღაცა გადაობით ჩემი მეგობრები ამათ ვიდეოებს რა რომ რაღაცებს უყურო ხოლმე და ვერ უყურებ მართლა ვერ უყურებ აი წერანი იყო გაგრას ეგ მომენტი როცა იქ ლაპარაკობდით მართლა ვერ უყურებ ან ბოლომდე არ მაქვს ესეთი ვიდეო ნანახი მაგათი ვისაც ეხლა გულის ხოდა საუბრობთ რა იმიტომ რომ მარაზმი ამორალურობა არის უბრალოდ ეგ ყველაფერი და ცუდია რომ თვითონაც ვერ ხვდებიან რა მე მჯერა რომ უბრალოდ თვითონაც გულუბრყულო და არიციან რომ არიციან ტარება და მაგიტო ვერ იაზრებენ და ეხ გამიზნულად არა აქვთ ის რომ მოტომოყვარულს ცუდი რაღაც ასწავლონ რა უბრალოდ მჯერა ამისი და მინდა რომ ესე იყოს და იმედი მაქვს რომ ესე არ მართლა მჯერა ამისი რა თუმცა
გული მტკივა იმაზე, რომ თვითონ განვითარების სურვილი არ აქვს და თვითონ ბიზნესად აქვს უბრალოდ ეს და მეტი არაფერი რა, ის რომ წინ წაიწიონ, ის რომ ამ სამყაროში რაღაცა წავიდნენ, ტრენინგები გაიარონ, წავიდნენ სადღაც ნახონ სხვა რაღაცა როგორ ხდება, ჩაუიჯნენ და იმათგან გადმოიღონ რაღაცები უამრავი how to არსებობს YouTube-ზე, რომელიც შეუძლია დაჯდნენ, განიხილონ, გადმოიღონ, ანალოგი გააკეთონ, საკუთარი თავი განავითარონ. მე მაგალითად როცა მივიდივარ ხოლმე ყოველ წელს როგორც კი სადღაც მიწევს წასვლა რომელიმე ქვეყანაში და რაღაცა პერიოდი მაქვს, აუცილებლად მივიდივარ ადგილობრივ მოტოსკოლებში, ტრეკზე იქნება თუ უბრალოდ ქალაქის მოტოსკოლები იქნება და აუცილებლად ნახულობ, ბევრ შედარებას ვაკეთებ, ვსწავლობ მათგან ბევრ დეტალს, ვცდილობ რომ საქართველოში გადმოვიტანო ეგ ყველაფერი და ვცდილობ რომ დავნერგო რაღაცა ინოვაციები მოტოსკოლაში ჩვენთან. სხვების სამწუხაროდ ამას არ აკეთებ და გული მტკივა მაგაზე. ანუ აბსოლუტურად არ მაქვს. აი YouTube-ზეც არის ხოლმე ბევრს უთქვამს ანალოგიური თემა, რომ რაღაცა კონკურენტული თემა რა, ადრე მე მგონი მე და შენც გვისაუბრია, რომ არ მაქვს, არავისთან არ მაქვს აბსოლუტურად მსგავსი მიდგომა, რომ რომელიმე არის ჩემი კონკურენტი. პირიქით. იმდენად პატარა სფერო ვართ, რომ ჯერ ერთი ხალხისთვისაც ძალიან მარტივი იქნება შედარება ერთმანეთისთვის, რომელი არის ცუდი, რომელი არის კარგი და მე ყურება უფრო მეტად მოეწონება და პირიქით ის მომენტი არის, ხო ვიღაცები არიან ხოლმე მაგალითად ეხა YouTube-ზე რო ავიღოთ შემინიშნავს, რომ ვიღაცას კარგი გაუკეთებია და იმდენად მომწონებია, რომ კომენტარის ნამიწერია იქ და მომდომებია კიდეც, რომ მე ხა ამას უკეთესი გავუკეთო, რაღაცა ის კი არა, რომ რაღაცა საერთოდ არ მწყინს ის, რომ ვიღაცა ძალიან კარგ ლეველს დადებს ნებისმიერ საკითხში. ანალოგიური არის მოტოსკოლაში ხარ რა. ბევრს გონია, რომ რაღაცა კონკურენტული დამოკიდებულება მაქვს მე პირადად და კონკურენტული დამოკიდებულება რომ მქონდეს ბევრ რაღაცას ვიზოდი ძალიან ისეც რომ მაქვს მაგის რესურსი მარტივად რო თქვა, რომ უქნა ცუდად რაღაცები, მაგრამ არ ვიზავ, იმიტომ რომ პირიქით მირჩევნია რომ განვითარდნენ ტიპები და მირჩევნია რომ ეგ სფერო რეალურად განვითარდეს ცუდი ინსტრუქტორითაც, კარგი ინსტრუქტორითაც და ამ შემდეგ. ყველაზე მეტად უბრალოდ გამიხარდება ის, რომ თვითონ ვინც მოტოინსტრუქტორს ეძახის, საკუთარ თავს თუ მოტოსკოლას ეძახის, საკუთარი თავი განავითარონ. მაგაზე მაგას ვერაფერს ვერ იზავენ რა. მე არაფერს არც მაკლებენ, არც მიმატებენ მაგათი არსებობით და გამიხარდება უბრალოდ რომ მეტი პროფესიონალიზმი იყოს საქართველოში ჩვენ კულტურაში. მეც წამწევს ეგ ყველაფერი წინ და საკუთარ თავსაც წაწევენ წინ. მე უბრალოდ მგონია რომ იმ პასუხისგებლობას რეალურად რა პასუხისგებლობას აღიქვავენ უბრალოდ. მე მგონია რომ ვერ აღიქვავენ და იმედი მაქვს რომ ეგრე არის, გავიხდებიან. იმიტომ რომ აი ეხლა სიმართლე რო გითხრა რა, რამდენიმე ვარიანტი მქონდა ისეთი რომ ტიპებმა ვისაც ავტოსკოლა აქვთ, მითხრეს რომ აი რახანც რაღაცა YouTube-ზე ვნახეს ვიდეო იქისა, ხო არ გინდაო რა რომ მოტოსკოლაო გააკეთებინოთო ჩვენთან. არა მეთქი ანუ რა მოტოსკოლა ანუ იმიტომ რომ არ ვთვლი რა მაგას რომ ვიცი ისე რომ ვიღაცას რაღაცა აუხსნა და იმ პასუხისგებლობასაც ვქნებ რომ იმ ადამიანს რაღაცას რო აუხსნა ქუჩაში გავა რამე რო დაემართოს იქ შეიძლება ჩემ ბრალეულობა დავინახო რა და ეს პასუხისგებლობა რეალურად ამ ადამიანებს ხო აქვთ კი რა თქმა უნდა და მე მეორე უბედურება რა არის ცი ვიღაცა ესეთი გამოვა იტყვის რომ მე ვარ მოტოინსტრუქტორი და მაქვს მოტოსკოლა აიყვანს მე თავისნაირ პროფესიონალი ერთ რაღაცას გეტყვი ნახე ვიდეოები მაქვს რომელიც ასახავს სხვა მოტოსკოლებში დამტრევის ვიდეოები როგორ იმტრევიან მოსწავლეები რა ჩვენ მოტოსკოლაში ხდება არავის არ იგულოს რომ სწავლის პროცესი ყველა დროს ყველა მოტოსკოლაში ხდება ანალოგიური შემთხვევა თუმცა მან არის შემდგომი ნაბიჯები რასაკეთებ იმისთვის რომ პრევენცია მოახდინო ამ ყველაფრის რა მაქვს ვიდეოები რომელიც არასოდეს არც არსად არ დამიდია და არც არაფერი არ მithქვამს ამ ვიდეოს შესახებ რა მაქვს და ვინახა უბრალოდ იმიტომ რომ ჩემ თავში მქონდეს ლეველი სად ვარ და სად არ უნდა ვიყო და რა უნდა ვქნა იმისთვის რომ აი იმ ლეველს სადაც ისინი არიან დავშორდნენ მაქსიმალურად რა სამწუხაროა ის რომ მოტო მოყვარულების და იმ ახალბედების რომლებსაც სურვილი აქვთ რომ მოტო სამყაროში შემოაბიჯონ მაგათ ჯანმრთელობას არ უთხრდებიან რა ეგ არის ყველაზე მეტად საწყენი მიხვდი ის რასაც ამდენი წელი ჩვენ შრომობთ და წელებზე ფეხს ვიდგავთ რომ რაღაც ეს სამყარო წინ წავწიოთ და ცოტათი მაინც განმოვითაროთ ამაზე უბრალოდ ისინი ხელს ითმობენ ფულს შეულობენ და ღმერთმა შეარგოთ პირიქით მიხარია რომ რავი წარმატებული რაც უფრო მეტად იქნება ქართველი უკეთესი იქნება ნებისმიერისთვის აბსოლუტურად რა უბრალოდ ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე რომ ვიღაცისთვის არასწორი ცოდნა გქონდეს მიცემული ან ვერ ხვდებოდე იმას რომ სხვის ჯანმრთელობას აზიანებ მაგ ყველაფრით ან იმას ვერ ხვდებოდე რომ შენ შეიძლება ვიღაცა იმდენად არასწორ გზაზე დააყენო რომ მე სავალო შედეგამდე მივიდეთ რა
აი შენი აზრით რა ბერკეტი შეიძლება იყოს რაც აი ამ ყველაფერს მოაწესრიგებს და დაარეგულირებს რა რომ არსებობს რამდენიმე ბერკეტი უღონდ მაგას მოდი ესე გეტყვი არ მინდა რომ მევქნა ეგ ყველაფერი იმიტომ რომ ჩემგან ძალიან ცუდად გამოვა ვიღაცას რა თქმა უნდა ეჭვი გაუჩნდება და ეხა მიჩვეული ვარ უკვე ვიღაცების ეჭვებსაც და ვიღაცების სურს კანლაპარაკსაც მაგებს ვარ მიჩვეული რა მაგრამ მაინც ფიქრობ რომ მირჩევნია რომ სხვამ გააკეთოს ეგ ყველაფერი და გააკეთებს სხვა აი ეგ არის პრობლემა რომ ვერაკეთებენ და ისევ თუ რაღაც არ მომიწია რომ გადავდო ყველაფერი და ისევ მაგას მივხედო სამწუხაროდ ჯერჯერობით მაგისთვის არ იცლის არავინ და არსებობს მაგის ბერკეტები რომ მოტოსკოლებს გქონდეს რეგულაციები არსებობს იმის ბერკეტებიც რომ მოტოინსტრუქტორებს სპეციალური ლიცენზიის გარეშე არ შეეძლოთ ინსტრუქტაჟის გაცემა ეგ ყველაფერი დალაგებული არის უკვე ისე რომ ძალიან მარტივად შეიძლება მაკლუბს უბრალოდ გადმოღება და საქართველოში ჩაშვება ესე ვთქვათ და მე უკვე ბევრი ცუდი რაღაც მოხდება. დარჩება სულ 3-4 ადამიანი, ვისაც საშუალება იქნება რომ ასწავლოს ვიღაცას. დანარჩენები უბრალოდ გაქრებიან. ნუ გააჩნია საიდან შევხედავთ ეგ ცუდი საიდან მაგათი ცუდი იქნება, მაგრამ საქმისთვის რეალურად მართლა ძალიან კარგი იქნება, რომ ნუ რა მე პირადად ხარ ვცდილობ რომ თავი შევიკავო მაგისგან რომ არ მინდა რომ გავაკეთო რა მარტივად რო თქვა რა ეგ რა. ხო აი წინა პოდკასტშიც მე ვლუდმა ისაუბრა რა მაგაზე რომ აი საზღვარგარეთ რაღაც რეიტინგები ვითარისო რა. ზუსტად ანალოგიური არის რა. კი უკვე ყველაზე სწორი არის ჩემი აზრითაც მსგავსი რაღაც რა. ყველაზე ეგ არის ყველაზე მარტივი რაც უკვე არსებობს. მოდი თუ არ ვიცი მისი პოდკასტი აქვს თუ არა ნანახი არ ვიცი მაგრამ მე გეტყვი რაც მაქვს ახლა საზღვარგარეთ მოძიებული ნანახიც და გამოცდილით ჩემ თავზე ძალიან მარტივი არის უბრალოდ მარტივი რეიტინგის ჩაშლა საქართველოში მოსახურების სააგენტოში აუცილებლობა უნდა იყოს მოტოსკოლის საბუთის მოტომოყორი რომელიც მივა მარცხნივ ასაღებად მხოლოდ მარცხნივზე მაქვს საუბარი არა დამატებით სკილებზე და დამატებით ლეველზე რა შენ როცა მოდიხარ ჩემთან რომ მე უნდა მოგცე შენ მარცხნივ შენ წარადგენ რაღაცა საბუთს რომელი მოტოსკოლიდან ხარ და როცა ჩაიჭრები მე შენი მეგობარი მოვა ისიც ჩაიჭრება ისიც რამდენიმე როცა ჩაიჭრება აისახება შენს რეიტინგს კი ბატონო იმ მოტოსკოლის რეიტინგზე აისახება ეგ ყველაფერი და იმ მოტოსკოლას ექნება თუ ნორმალურები არიან მე იმ მოტოსკოლას ექნება მიზეზი იმისთვის რომ განვითარდეს მიზეზი იმისთვის რომ წინ წაიწიოს საკუთარი თავი განავითაროს მეტად პროფესიონალიზმი ჩადოს საკუთარ საქმეში და მეტად იზრუნოს იმ მოსწავლეზე რომ სწორად ისწავლოს არ დააზეპირებინოს რაღაცეები და გამოცდაზე როცა ურჩევს რომ შეგიძლია გახვიდეო მართლა მზად იყოს ის მოსწავლე გამოცდისთვის და მის სახელზე აისახება რა ეგ ყველაფერი რა მე ყოფილა იმას არ ვიტყვი არ ყოფილა მეთქი ჩვენ სკოლაშიც ყოფილა როცა გამოცდაზე მისულან და ჩაჭრილან იმიტომ რომ ბევრი უნერვიულია თან სხვა მის რამშობა აქვს ბევრი მიზეზი ყოფილა ძალიან ტკივა ეგ ყველაფერი რა მაგრამ შემიძლია თქვა რომ 99% ვინც გადის ჩვენი სკოლიდან მაგალითად მხოლოდ მომსახურების სააგენტო რო ავიღოთ кейსად და მარცხნივ შემიძლია თქვა რომ 1% თუ იჭრება იმიტომ რომ ინსტრუქტორები არიან იმ ლეველზე ჩემთან რომ როცა ურჩევენ მოსწავლეს რომ შენ შეგიძლია წახვიდე ნიშნავს რომ დარწმუნებულები არიან მაგ მოსწავლეში თუმცა ნუ რა არის ჯერჯერობით სხვა სკოლებში არ არის ეგ სიტუაცია და ძალიან წყინს რა ეგ რა ჩვენი პოდკასტის წარმოდგენი არის პიტსტოპ მოტო პიტსტოპი არის მოტოციკლების და ასევე მოტოციკლებთან ერთად მოტო აქსესუარების ნაწილების და რაც თავარი არის რითიც გვიყვარს იმიტომ რომ უფრო გვაქვს იმის საშუალება რომ ეკიპირებებს შევწვდეთ ხოლმე და მოტო ეკიპირების მაღაზია რომელიც ძალიან აქტიურად უდგას მოტოსფეროსაც და მოტოსფეროსაც გვერდით და გვეხმარება რომ რაღაცა ესეთი კარგი საქმეები ვაკეთოთ ჩვენც ნუ რავი ჩემი გამოსახედიდან ესე ჩანს და ჩვენ გვერდში ხო არა აი ხალხი არიან აი ხალხი არიან ძალიან კი აი ცალკე პოდკასტში შემიძლია ვილაპარაკო იმ ყველაფერზე, იმიტომ რომ არ ვიცი, ხა ჩვენ მაყურებელს ეცოდინება ალბათ ზამთარს, რომ მოხოს პოდკასტი საინტერესო იყო. მე რაღაც პერიოდში, იმიტომ რომ ნუ ყველაფერი რა თქმა უნდა ფინანსებთან არის დაკავშირებული რა და ვეღარ ვაგრძელებდი პოდკასტების კეთებას და ის რომ დღეს ეს პოდკასტები იწერება არის ზუსტად მათი დამსახურება და თან ამ ყველაფერთან ერთად ნამდვილად გამორჩებენ კი არ უნდათ რა და ესეც რაღაც ჩვენი ინიციატივით რომ აქ ვახსენოთ და ესე მაინც რაღაც გავუკეთოთ რა პიტსტოპს მგონი რომ არ უნდა რეკლამა მაგრამ მაინც ხო ჩვენი მხრიდან აი ესეთი რაღაც რა და გავაგრძელოთ შემდეგი
მოტო ინსტრუქტორებთან ერთად შინახსენე, ხო, ის ხალხი, ვინც ეხმარება რა, ეხლა მარტო ერთი ინსტრუქტორი ხო არ არის, არიან ჯგუფი, ვინც მოსწავლებს ასწავლის ტარებას. ამ მოსწავლეები რაღა და ამ ინსტრუქტორების არჩევასაც ხო, ანუ ძალიან დიდი ის უნდა რა, ცოდნაც უნდა, იმიტომ რომ ანუ ესე უცბად ვიღაცა ქუჩიდან აიყვანე, მოიყვანე ხო არ არის რა. ამათი გადამზადება რამენაირად თუ ხდება, ან აი კონკრეტულად შენ შემთხვევაში როგორ ირჩევთ მაგალითად ადამიანი რომ მოდის და გეუბნება რომ აი მინდა რომ გავხდე მოტო ინსტრუქტორი, რა ეტაპებში შემოთავაზება მქონია ეგეთი რომ შემოთავაზება რა უბრალოდ სამსახურად როცა უნდათ რომ აი არაფერს არ ვაკეთებ და მოდი მოტო ინსტრუქტორი ვიქნები, ეგრე მარტივად არ არის რა. პირველ ჩემ მაგალითზე რო ავიღო, მაგალითად თუ ადამიანის სიარულში არ ვარ დარწმუნებული რომ დადის მოტოციკლით ისე როგორც დამაკმაყოფილებელი არის და პლუს მაგას აქვს სურვილი რომ განავითაროს თავისივე სკილები რა. მაგ შემთხვევაში აზრი არ აქვს, ხა ვერ ვეტყვი რომ მოდი ჩვენთან და ჩვენი ოჯახის წევრი გახდი მეთქი რა. არსებობენ ეხა მაგალითად ყავდა ჩვენ მოტო ინსტრუქტორები რომლებიც რავი მე პირადად ვატყობდი სხვაობას სანამ მოვიდოდნენ, სანამ რა პირველი დღეები მოსვლიდან და ბოლო დღეები როცა აღარ არიან ეხა ინსტრუქტორები, სიარულში სხვაობას, საკუთარი თავის განვითარებაში სხვაობას და სკილების გაუმჯობესებაში სხვაობას. თუმცა ნუ აი იქ არის ზუსტად ის რაზეც დავიწყეს ეგან საუბარი რომ არ აქვს სურვილი სხვებთან ვისთანაც მაგ შენიშნული ყველაფერი არ აქვს სურვილი რომ განვითარდნენ და იქ არის ყველაზე მეტად რაც მტკივნეული არის რა. აკმაყოფილებთ ის რომ აქვს შემოსავალი, ის რომ ყავთ ხალხი, ის რომ ახლოს არიან ვიღაცები, ცხოვრობენ ახლოს და მიდიან ბარემ სწავლობენ ტარებას. ეგ არის მაგათთვის დამაკმაყოფილებელი და რაო მე თავიდანვე მაგ იმედით ვიყავი რომ გავაზრდილიყავი ჩემი სკოლა ზუსტად ეგრე მაგ გაზრდილი რა და რაო იმედი მაქვს რომ ოდესღაც მივლენ მაგ ეტაპამდე რომ თვითონ მოტო ინსტრუქტორები ეცდებიან რომ გაზარდონ საკუთარი თავი. თორე მოუწევთ მე ცუდი იქნება ძალიან რა. იმედი მაქვს რომ მალე მოხდება რა, იმიტომ რომ ანუ ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე რა. ჯანმრთელობას, სიცოცხლეს თუ არა ჯანმრთელობას მაინც ხო? და აი რავი, ხო, ალბათ რაც უფრო მალე შეიცვლება ეს ყველაფერი დალაგდება და მოწესრიგდება, უფრო მეტი ადამიანი თავს ვიყავებ მაგ გადარჩება. კი, აი როგორ რაღაცა იცი? მაგ ყველაფრის გაკეთება არის რამდენიმე თვის ამბავი, სულ რაღაც რამდენიმე თვე დაჭირდება იმას, რომ იმდენად მკაცრი იყოს ეგ რეგულაციები, რომ შემიძლია თითზე ჩამოთვალო 2-3 სკოლა, რომელიც დააკმაყოფილებს ამ რეგულაციებს. თუმცა გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებისთვის ძალიან ცუდი იქნება ეგ ყველაფერი და დაკარგავენ უბრალოდ შემოსავლის წყაროს და მეტი არაფერი რეალურად მეტი არაფერი არ დააკლებათ რა. მაგის გარდა როგორ რაღაცა იცი ძალიან მონოპოლიისკენ წავა რა ეგ ყველაფერი და მეტი აღარც იქნება ვიღაცა ვინც ეცდება რომ ანალოგი გააკეთოს რომ შემოვიდეს ბაზარზე რომ ის იმედი მაქვს რომ ვიღაცა რომ განავითარებს საკუთარ თავს როგორც მოტო ინსტრუქტორი ან მოტო სკოლა საკუთარი რომელსაც განავითარებს რა სამწუხაროდ ჯერჯერობით გვაქვს ეგ ტენდენცია რომ მართლა ვისაც აქვს იმის საშუალება რომ ერთი მოტოციკლი შეიძინოს მიდის და მოტო ინსტრუქტორს იქმნებს ან მოტო სკოლას არქმევს საკუთარ ხელობას და ცოტა ხანი კიდე დაულოდები და იმედი მაქვს რომ შეიძლება და თუ არ შეიძლება მე მომიწევს გადავერთო მაგ საკითხს. სანამ ეს რეიტინგები არ არსებობს, ჩემი აზრით ძალიან მარტივი არის რომ მიხვდე და ერთ-ერთი კრიტერიუმი ალბათ რავი მე ასე ვიზავდი მოტოსკოლაში სამწუხაროდ მე არ მივლია და ძალიან ბევრი ვიცი ვინც მსგავს შეცდომა დაუშვა ძალიან ბევრი ჩემგან შემოწარიან ხო ანუ მეც არ მქონდა რა ის ინფორმაცია ის ცოდნა რომ აი ეგ ნაბიჯი გადამედგა რა მე თვითონ ვიზავ რა და ხა ნუ მართვის მოწმის აღება შენც იცი რა მარტივია ძალიან მარტივია შეიძლება ისწავლოს ნულიდან ეგ არაფერი პრობლემა არ არის ხო და ერთ-ერთი კრიტერიუმი ალბათ შეიძლება ის იყოს რა რომ გაიკითხე რა ანუ ვინ არის მოტო ინსტრუქტორი რა მე შეჯიბში თუ მიუღია მონაწილეობა რა მე გამოცდილება აქვს ანუ მარტო ის რომ მართვის მოწმობის ფოტო შეიძლება განახოს 2010-ში რო აღებული ხო მან იცი რა პრობლემა არის მე მაგალითად რო ავიღო საერთოდ არ მაქვს იმისი დრო რომ რაღაცები პოსტო რაღაცები დავდო ყოველ დღე ყოველ კვირა და ასე შემდეგ და ის რომ ვიძახო რომ აი ვაიმე ის ავარ აქ მოტო ინსტრუქტორი საერთოდ არ ვარ არც მოტო ინსტრუქტორი არ ვარ და არც მაგის დრო არ მაქვს რომ რაღაცა ყოველ დღე ვიღაცას ესე ტვინი უბურღო ვიღაცა მოტო მოყვარული რომელსაც ახალ ბედა არის და აქვს სურვილი რომ მოტო სამყაროში ფეხი შემოდგას უბრალოდ გადაავლებს რაღაცა Facebook-ზე ან Instagram-ზე აქტივობს თვალს და ნახავს მოხდება ის უფრო მოხდება თვალში რეალურად ვინც აქტიურობს ვიდრე ის ვინც არ აქტიურობს იმიტომ რომ
მე იმიტომ არ ვაქტიურობ რომ მართლა არ მაქვს დრო მაგისი უბრალოდ და ნუ მაქედან გამომდინარე მე უკვე ისევ იმასთან მიდიან ისევ ცდილობენ რომ არ გაუშვან ხელიდან და რა თქმა უნდა ასწავლონ და შემოიტყუონ ესე ვიტყოდი პრინციპში რა და მე ნუ ეს ტენდენცია რა თქმა უნდა იზრდება და კიდე ერთხელ დავაფიქსირებ ძალიან კატეგორიულად რომ საერთოდ არ მწყინს ის რომ ვიღაცას ყავს მოსწავლე პირიქით ძალიან მიხარია ის რომ პირველ რიგში შეუძლია მოსწავლეს სხვაობა დაინახოს სხვა სკოლასა და ჩემს სკოლას შორის მაგალითად და ის რომ უბრალოდ მოსწავლეს აქვს არჩევნის საშუალება რომ თუნდაც ახლოს მივიდეს მოტოსკოლასთან მის ადგილსამყოფელთან ახლოს ან შორს წამოვიდეს და მეტად ისწავლოს ან მოკლედ ბევრი კრიტერიუმი არის რაც დღესდღეობით მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს და ერთადერთი უბრალოდ გამიხარდება ის რომ მოტო ინსტრუქტორს ვინც ეძახის საკუთარ თავს უბრალოდ განვითარდეს და არ დარჩეს იმ ლეველზე რომ აი დღეს მოსწავლე მყავს და უსო მაგითი კმაყოფილი იყოს რა ხო იმიტომ რომ აი შენ how to make is კატეგორიად სახსენე რა. კი, YouTube-ზე კარგი, ანუ ბრავი, საქართველოში ალბათ 98%-მა ეგრე ვისწავლეთ მოტოციკლის დარება, ხო? კი, რა თქმა უნდა. ხო და ანუ ნუ 98 უკვე ძალიან გაბერილი არის, იმიტომ რომ ხო მოტოსკოლები არსებობს. ნუ სანამ არ იქნებოდა, ხო იყო ეგ პერიოდი. კი, როგორ არის ხო? მაგრამ ამის გადმოთარგმნასაც უნდა თურმე ნიჭი, იმიტომ რომ მე შემხვდა ძალიან ბევრი ისეთი კომენტარი რაც არასწორად იყო გადმოთარგმნილი უცხოური ვიდეოებიდან და ანუ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ ეს ხალხიც იმ ხალხთან დადიოდა სასწავლებლად ვინც მე რაღაც რჩევად არიგებე მომცეს მეც ტრეკზე როგორ უნდა შევიდე მოსახვევში უკან პროფესეთ და ეს ტრეილ ბრეიკი იმედი მაქვს რომ შველება მაგ ყველაფერს უბრალოდ რა ვისურვებდი რომ პირველ რიგში ჯანმრთელად იაროს ყველამ და მეორე რიგში ის რომ როგორც მოსწავლემ ისე ინსტრუქტორებმა ეცადონ რომ წინ წაიწივნონ და არ დარჩნენ ერთ და იგივე ლეველზე რასაც წეგან ლაპარაკობდი რა ეცადეთ რომ აი ყველა საკედან ვეტყოდი რჩევას მივცემდი უბრალოდ რომ ვისაც აქვს სურვილი რომ გახდეს მოტო ინსტრუქტორი ეცადონ რომ ისწავლონ თვითონ კურსები ხო არ დავხარს არა კურსები რაც შეიძლება არსებობს სხვა შორის სხვა დაჟე თუ იმას სურვილი ექნება შემიძლია დავაკონტაქტო პირდაპირ იმ კონკრეტულ მოტო ინსტრუქტორებსაც კი ვინც არიან საოცარ ლეველზე საოცარი გადმოცემის უნარი აქვთ საოცარი პერფორმანსი აქვს საოცარი ან ბევრი ისეთი საოცარი თვისება აქვთ და სკილები რომლებიც ძალიან გამოადგებათ მოტო ინსტრუქტორებს მე პირადად ყოველთვის სულ მაგის ძებნაში ვარ სულ მაგას ვცდილობ რომ რაღაცა სიახლე გადმოვიტანო იქიდან გადმოვიზიდო თუ მაქვს საშუალება რომ მივიდე ადგილზე და ადგილზე გავეცნო ყველაფერი მათი კულტურა ვნახო ჩემზე გამოვცადო უბრალოდ გვერდიდან დავაკვირდე ან ინფორმაცია მოვიძიო უბრალოდ მაგ ყველაფრის შესახებ და შემდეგ ეგ ყველაფერი როგორღაც აქამდე მოვიტანო. მინდა რომ უბრალოდ სხვამაც გააკეთოს ეგ ყველაფერი და მე მართლა ძალიან წინ ვიქნებით რა. მე ეშველება ბევრ რაღაცას ეშველება მე რა. ხო რაღაც საწყის ეტაპზე ვართ ეხლა მე მგონია ჯერ ეხლა ვითარდება და ეხლა ფაქტობრივად აიას სწავლობთ ეხლა რა. ჩვენს ისინი და ყველანი მოგვიწია ეგ პერიოდი რა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს უბრალოდ რომ აი ჩვენი შემდეგი თაობა ვინც იქნება როგორც აი ხა ავტოსპორტი რო ავიღოთ რა ნუ სად წავედით ხო იქ რაღაც ნასკარზე ნახეთ აგერ რამდენიმე დღის წინათ რო წარმატებებს მივაღწიეთ რა და მართლა აქედანაც ულოცავ მაგ ადამიანებს ვინც ამ ყველაფერს მიაღწიეს რა იმედი მაქვს რომ აი ჩვენი შემდეგი თაობა მოტოსპორტშიც მსგავს წარმატებებს მიაღწევს და რაღაც დროშას გაიტანს პარკლებს კი აუცილებლად რა ჩვენ მე მგონი რომ ვერავინ მაგას ჩვენ ერთადერთი ახლა გვაქვს ის ლეველი რომ უბრალოდ ხელი შეუწყოთ მომავალ თაობას რა თორე არავინ არ დაიჯეროს რომ 30 და 25 და 28 და 33 წლის ადამიანი ახლა დაიწყეს მოტოპრობლემის ისტორიას შექმნის რა ახლა ჩვენ შეგვიძლია ჩვენთან როგორ 23 შეიძლება გული რო არ გაიტეხო მაგიტომ უბრალოდ ჩვენ ვართ ის თაობა რომელსაც შეგვიძლია გავერთოთ სიამონება მივიღოთ და ადრენალინი უბრალოდ ჩვენთვის დავხარჯოთ და მაგითი მივიღოთ სიამონება მაგრამ შემდეგი თაობა არის ვისაც ჭირდება ხელშეწყობა, სწორი განვითარება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. ხო, უბრალოდ იმის გამო რომ ეხა ჩვენ ვერაფერს ვეღარ მივახწევთ და მაინც თავი გავანებოთ, ეგეც არ არის სწორი, იმიტომ რომ მე შენ ვინც სხვას ვინც ტრეკზე დადის სიტუაციაში შეჯიბრზე მონაწილეობს, შეიძლება უყურებდეს ბავშვი, ვინც აი ამბობდეს ქართულ გაგჭირს იცი? რო გავიზდები ის უნდა ზუსტად. ქართულში რა პრობლემა გვაქვს? მოდი ესე ცუდად ვიტყვი რა.
ლიჟბი ის არ იყოს წარმატებული და მოდი მეც ნუ იქნები წარმატებული რა რატო ანუ პირიქით ისიც იყოს წარმატებული და შენც ეცადე რომ იმაზე მეტად იყოს წარმატებული მაგაზე მაგარი რა უნდა იყოს რომ შენ გაქვს მისაბაძი მაგალითი რომ შენ შეგიძლია ვიღაცას შეიდარო შენ შეგიძლია ცადო რომ ვიღაცას აჯობო მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით რა ბევრი გვაქვს მსგავსი кейსი და მსგავსი პრობლემა ბევრ ადამიანში არსებობს რომ კაი მე ნუ ვიქნები წარმატებული ოღონდ ის არ იყოს თავარია რა წარმატებული და იმან არ მიაღწიოს რაღაცა დიდ მიზანს და ასე შემდეგ რა ხო ცოტა ბოღმის ხო მაგრამ ცოტანი ვართ რა ძალიან ცოტანი ვართ და არ გვაქვს არც ბოღმის დრო და არც ერთმანეთთან რობის რა შეიძლება ვიღაცა მეც არ მომწონს და არ მეხატება ვიღაცები გულზე და ხო რა თქმა უნდა ადამიანები ვართ და ხო რა თქმა უნდა რა მაგრამ ის რომ დავხოცოთ ერთმანეთი რავი ნუ ხო და მით უმეტეს ჩვენ სფეროში რავი რამდენი ვარ სულ 10 კაცი ვართ და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და რავი ნუ იმედი მაქვს რომ ცოტა მეტად ვეცდებით რომ განვითარდეთ ჩვენი სფეროც რაც მთავარია და მომავალი თაობა რაც თავარია. ხო, ეგ პასუხისგებლობა ალბათ მე ჩვენ უნდა ვიგრძნოთ რომ ვინც რაღაც ამ სფეროში ვართ რაღაცას საქმიანობთ. ნუ მეც მგონია რომ ჩემი მხრივ რაღაცას ვაკეთებ. შენც და ნებისმიერ ადამიანი ვინც პატარა აგურს მაინცდებს, ნიშნავს რომ უნდა ვეცადოთ რომ რაღაც ერთად შევქვნათ ისეთი რაღაც რაც მომავალ თაობას მაინც დარჩება ისე რომ მართლა შეიძლება ექნებათ საშუალება რომ ჩვენი ქვეყანა ასახელონ რაღაცა. ჩვენი გასაზრდელი არის ახლა ეს მოტოსფერო, ჩვენ ვართ კაგრას იმ გარდამტეხ პერიოდში, რომლებზეც არის დამოკიდებული რა იქნება მომავალში. ჩვენ თუ ხელს ჩავიქნებთ, ჩვენ თუ არასწორად გამვითარდებით და ჩვენ თუ ისე მიუდგებით საქმეს როგორც ბევრი უდგება დღესდღეობით და პრეტენზია აქვს რომ მოტოსამყაროს წარმომადგენელი არის, მომავალ თაობას ვერაფერს აბსოლუტურად ვერ დაუტოვებთ და იმათ კაგრას სათქმელი ექნებათ როგორც ჩვენ გვაქვს სათქმელი რომ ჩვენმა წინა თაობამ არაფერი არ დაგვიტოვა როცა რეალურად იყო მაგის პერსპექტივა და ყველაზე მეტი პერსპექტივა ჩვენ წინა თაობას ჰქონდა რომ რაღაცა ჩვენთვის დაეტოვებინა იმიტომ რომ მაშინ იყო როცა რეალურად ვითარდებოდა მოტოსამყარო ეხლა მოტოსამყარო განვითარებული არის და ეხლა მოტოსამყარო ისეთ ლეველზე არის რომ ჩვენ დავეწევით კი არა ახლოს ვერ მოვალთ ძალიან უამრავი საუკუნე მაგასთან რა მაგრამ გვაქვს იმისი პოტენციალი ჩვენი ასაკის ადამიანებს რომ მომავალ თაობას რაღაცა ხელი შეუწყოთ სამომავლოდ და იმედი მაქვს რომ დაფიქრდებიან ამაზე. ხო და მაგრამ მიხარია ხოლმე სხვათა შორის ეხა მომავალი თაობა რო ახსენეთ ბავშვების შეჯიბრს რო უყურებ ხოლმე რა პატარა მოტო ვარჯიშები უნდა რა ვარჯიშები აქვთ ხოცავენ ერთმანეთს აი მართლა დორბლი მომდის ხოლმე რო უყურებ ისე დადიან ბავშვები მაგალითად ახლა სამი ბავშვი შემიძლია გამოვაჩინო ეხა ვიზეც მეფიქრება რომ აი ეჭვი მაქვს რომ 1-2 წელიწადში ჩემზე უკეთესად ივლიან რა იმიტომ რომ აი გიჟებივით დადიან შიშის გზნობა არ აქვს შობელეობნება რომ მიდი მიაწექილო მიხარ და დახოთ უმე შეჭამენ რაღაც და გიჟებივით არიან აი ისეთი მონდომებულები არიან და ისე მაგრა აი საამაყო ბავშვები არიან და მაგათზე მაქვს ზუსტად იმედი რომ ეგენი გაიტანენ საქართველოს დროშას ფარგლებს გარეთ და სოფლიო მოტოკულტურის რუკაზე სადღაც საქართველოს გამოაჩენენ რა. ნუ ჩვენ რა დაგვჩენია ჩვენ უნდა შევუწყოთ უბრალოდ კელი მაგ ბავშვებს რომ რაღაცნაირად აი რაც ვისაც რა შეგვეძლება რომ რაღაც გავაკეთოთ რა. მეც მინდა ჩემი შვილი მეც მინდა ძმა. მაგაზე მაგრა რა უნდა იყოს ხანდაუშ შესაძლებლობა იმის რომ რაღაცას მიაღწიოს. იმედია თვითონ ენდომება და დარწმუნებული ვარ რომ ენდომება. ნუ მეც ისეთი ჩვენი ბავშვები პიანისტები და ბალერინები და ბალერონები არ შენი ბავშვი იმედი მაქვს მეც და რა ვიცი თვალობ მეც მაგის გამო და ნახოთ რა იმედია რომ რაღაცა წარმატებები ყველას ექნება რა არა მარტო ჩემს ყველა ბავშვს უსურვებ რომ იმდენად წარმატებული იყოს რომ გვიამაყოს მათით რა. ხო აი ეს არის საწყისი ეტაპი თან რასაც რაზეც გვსაუბრობთ მოტოსკოლიდან იწება მოტოსკოლიდან ყველაფერი რა. რეალურად ეგრე არის ბევრ ქვეყანაში არის ეგრე და ეგ კულტურა უკვე ისე არის განვითარებული რომ მოტოსკოლა არის ის ლეველი საიდანაც იწება მართლა ყველაფერი და 13 წლის ასაკიდან ბავშვებს რო შეაგდებენ სკოლებში ხო მოტოსკოლა რატომღაც დღეს ყველას გონია რომ აი მართვის მოწყობის ასაკები სკოლაა რა და რეალურად არა ანუ უამრავი ცალკეული განხრა აქვს მოტოსკოლებს რომლებიც კარგი იქნება რომ ავითვისოთ საქართველოში, თუმცა დღესდღეობით ნუ არ ყავს რეალურად იმ ხელა აუდიტორია რომ ბევრს უნდადეს დამატებითი სკილების გაუმჯობესება და ჯერჯერობით მოთხოვნილება მხოლოდ იმაზეა რომ მართლმოწმობა ავიღოთ რა, მაგრამ არსებობენ მაინც ადამიანები, ცალკეული ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი რომ
მართლაც არ დაინტერესებს და უნდათ რომ უბრალოდ საკუთარი თავი განავითარონ, რაღაცა სკილები შეიძინონ და უყურონ და ისწავლონ ვიღაცისგან. მაგიტო ამბობდი წეგან რომ დიდი იმედი მაქვს რომ პირველ რიგში თვითონ ეს მოტო ინსტრუქტორები ეცდებიან რომ განვითარდნენ. რომ მე მიხვდნენ რომ მათზე ბევრი არის დამოკიდებული და მათ უყურებენ ვიღაცეები და მათით სწავლობენ ვიღაცეები და მინიმუმ სათქმელი უნდა გქონდეთ რომ რაღაცა გამიკეთებია რა მოტოსამყაროში და არა ის რომ მე პრავა მაქვს აღებული და მართლის უწოდოთ არა პრავა აქვს იმენა რა და განვითარდით ბიჭებო განვითარდით თუ რაიმე შემეძლება მე პირადად დიდი სიამოვნებით ხელს შევუწყობ ნებისმიერს ვინცაც სურვილი ექნება რომ დამეკონტაქტოს და ჩემგან რაღაცა ხელშეწყობა ნახოს და რა ვიცი მე მეტი სათქმელი არაფერი არ მექნება მაგათთან დაკავშირებით რა. ხო აი შარშან უცადე მეც რა მსგავსი რაღაც თუ გახსოვს ვიდეო მედო რომ მეთქი აი ვინც ხართ მოტოსკოლები შემეხმიანეთ და მოვალ ოღონდ შემეხმიანეთ რა მე არ მოვალ ანუ შემეხმიანე რომ აი მე აქ ვარ და მოვალ და ყველას გადავიღებ. მე გონი ერთი გამოგეხმაურა ხო? ხო მარტო პიტსტოპი იყო ის მოტოსკოლა რომელიც გამომეხმაურა და დღემდე სხვათა შორის ეგ ვიდეო ძალიან ისე პოპულარული არის და კი ყოველთვის რაღაც ძალიან ბევრი მესეჯი შემომდის რომ სადასწავლით და მეთქი ჩვენ არ ვასწავლით ამაჩან ვიდეო. ძალიან კარგი. ხო და ნუ ესეც რავი რაღაცნაირად ვეცადე. წელსაც თუ იქნება მსგავსი დაინტერესება მაყურებლისგან წელსაც მზადვარ რომ ეს ყველაფერი გავაკეთო და იმ მოტოსკოლებშიც კი ვიზეც აქ რაღაცნაირად ვამბობ რა რომ იქაც მივალ და იქაც გადავიღებ და იმასაც ვანახებ რა. და სხვა შორის ძალიან ბევრი ნიუსი მაქვს დაგეგმილი და ჩაქრთავ რაღაცეებში და მე მგონი მოგეწადებათ რა. ხო, წინასწარმეტყველები არ მიყვარს ხოლმე. ჯერ ვქნათ და მე ვთქვათ და ვილაპარაკო და ვაჩვენოთ. რავი, თუ იქნება დაინტერესება, მზად ვარ, რომ კიდევ ერთხელ რაღაც შემოვიარო თითო მოტოსკოლას მზად ვარ, რომ საერთო ვიდეო დაუთმო რა. კი. და ანუ ამას ვიძახი, აი რავი, ჩემი ვარჯიშის შეჯიბრის ვიდეოს არ დავუდებ და მაგას დავუდებ. კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ვიღაცას კონდეს არჩევნის საშუალება, რომ აი აქ ეს იასწავლიან, აქ ეს იასწავლიან, აქ ეს იასწავლიან რა. ძალიან კაი, მაგაზე მეტი რა უნდა უთხრას. რავი, ხო, მე მზად დავარ ძმაო, მაგრამ ოგეუბნები. იმედი მაქვს რომ იქნება გამოხმაურება, იმედი მაქვს რომ მათაც იქნება სურვილი რომ შენთანაც გქონდეთ კოლაბორაცია და პლუს მაგას აჩვენონ სხვას როგორი ლეველი აქვთ თვითონაც და მე მართლა გამიხარდება გულწრფელად ვამბობ რომ მართლა გამიხარდება რომელიმე მოტოსკოლა იქნება თუ მოტო ინსტრუქტორი იქნება რომ იყოს წარმატებული. პირველ რიგში იმედა გამიხარდება რომ მე მექნება საზომი ერთეული რომ მე შემიძლია ვიღაცას შევიდარო და ნახო რომ რახან ის რაღაცაში კარგი არის ან რაღაცაში უკეთესი არის. მე რატო არ უნდა ვიყო ეგეთი რა. რაღაცნაირად შეჯიბრზეც უკვე კონკურენტი უნარიანი არის რა შეჯიბრიც აი რაღაც პიტსტოპიდან ვიღაც იქიდან ვიღაც არსებობს. იცი რა არის რამდენიმე მოტო ინსტრუქტორი შემიძლია ჩამოთვალო რომელსაც შეგიძლია ჩამოთვალო ვისაც რეკომენდაციებით მაგალითად ნიკა ფილიშვილი არის რომელიც ძალიან ცდილობს რომ საკუთარი თავი განავითაროს და მე მახსოვს ნიკას დასაწყისიც როგორ იწყებდა და დღესდღეობით აბსოლუტურად სხვა ლეველზე არის და დიდი რესპექტი ჩემგან მაგის გამო მე შემიძლია თქვა რომ უამრავი მოსწავლე გამიშვია ნიკასთან იმის გამო რომ თუნდაც იმის გამო რომ რუსთავში არის და მე იმედიანად ვარ რომ ვიღაცა სანამ საგამოცდო ელემენტებზე ზევითავა რომ გამოცდა ჩააბაროს მანამდე საგამოცდო ელემენტებზე ნიკასთან მისულო და გაუკეთებია რაღაცები რომ უფრო თვითდარწმუნებული ყოფილიყო. ნიკა არის ერთ-ერთი ვისაც რეკომენდაციას გავუწევდი. ასევე არის მეორე ნიკა ჭითანავა რომელსაც ასევე რეკომენდაციას გავუწევდი იმიტომ რომ ვიცი რომ ეგ ბიჭიც სულ ცდილობს და დიდი რესპექტი ჩემგან ნიკასაც, მეორე ნიკასაც, იმიტომ რომ ვიცი რომ სულ ვარჯიშობს, ვიცი რომ სულ ცდილობს განვითარდეს, ვიცი რომ როგორც კი აქვს ძალიან აქტიურადაა ჩართული. კი, შეჯიბრებებშიც ორივე ნიკა შეჯიბრებებშიც ცდილობენ, ნუ ამ შემთხვევაში ჯიმხანები და დრაგი არის, თუმცა ორივეს ქონდა მცდელობა წრეულზე სიარულისაც და ძალიან დიდი რესპექტი ჩემგან მაგის გამო ორივეს. ეს ორი ადამიანი არის ვისაც გაუწევდი რეკომენდაციას და ვიტყოდი რომ ვინც ვერ ახერხებს თუ რავი სხვა მიზეზის გამო ჩვენთან არ აპირებს სიარულს შეუძლიათ ორივესგან მივიდნენ. ასევე არის ერთ-ერთი art drive არის რომელიც უამრავი წელი არის უკვე ზოგადად ჩვენს ბაზარზე არსებობს, მოტოკულტურის ბაზარზე არსებობს და დღესდღეობით პიტსტოპ აკადემიამდე ერთადერთი სკოლა იყო art drive რომელიც შემორჩენილი არის. ვინც დღესდღეობით არის აქტიურად ჩართული მოტოსამყაროში და მოტოსკოლების თვალსაზრისით აქტიურობს. პირველი იყო art drive, ნუ მანამდე სხვა სკოლებიც იყო და უბრალოდ დაიკეტნენ. შემდეგი არის პიტსტოპ აკადემია და დანარჩენი უკვე ეს დამატებითი ბიჭები, ვინც დღესაც აქტიურად არიან და ცდილობენ რომ განვითარდნენ. art drive-საც შეეხება ვიცნობ მის დამფუძნებელსაც და ძალიან გულიანი, კარგი ადამიანი არის, ძალიან დიდი
რესპექტი ჩემგან დიმასაც იმის გამო რომ ამდენი წელი არ შეეშვა, ამდენი წელი ცდილობს რომ რაღაცა არსებობდეს და იყოს და ხელი შეუწყოს ვიღაცებს რომ მოტოსამყაროში შემოაბიჯონ, თუმცა არ დრაივის მიმდინარეობა ცოტა უფრო სხვა განხრა არის მხოლოდ მარცხენწობის განხრა და არაფერი დამატებითი და ვისაც აქვს სურვილი რომ მარცხენწობაზე მივიდნენ, მივიდნენ რა პრობლემა არის, ზუსტად ისწავლიან იმას, რაც გამოცდაზე დახვდებათ. ნიკას და ნიკას შემთხვევაში არის ზუსტად ის რომ მარტო გამოცდის ელემენტები არ არის, არსებობს რაღაც დამატებითი ვარჯიშები, რომელსაც ატარებენ ხოლმე და მოსწავლე რომელსაც აქვს სურვილი რომ განვითარდეს და მარტო ის არ ქონდეს დაზეპირებული, შეუძლიათ მივიდნენ მათთან და ისწავლონ რაღაცა დამატებითი უნარჩვევები მიიღონ და შეითავსონ რაღაცები და არა ის რომ მარტო დავიზეპიროთ ზიგზაგში გავლა და ჩიხში მოტრიალება რა. ნუ და ეს სამი სკოლა შემიძლია თქვა რომ შემიძლია რეკომენდაცია გაუწია. ბოლოსკენ მოდი რჩევაც დაუტოვოთ, დამწყებებს რა რჩევას დაუტოვებთ, ისეც რომ რავი. გამოადგებათ პირველ რიგში აუცილებლად ვინც თავიდან რაღაც ბედურებს. ვისაც სურვილი ექნება რომ მოტოსამყაროში შემოაბიჯონ, პირველ რიგში აუცილებლად მიმართონ მოტოსკოლებს, გამოცდილ მოტოსკოლებს, რომლებსაც ანდობენ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მეორე რიგში ის რომ აუცილებლად დაიწყონ დაბალი კუბატურით და ყველას მოსწონს მარიაჟობა, ყველას მოსწონს რაღაცა ვიზუალური სილამაზე და ასე შემდეგ, თუმცა მოტოციკლი არის ის რომელიც არ გაპატიებს შეცდომებს, რომელიც გთხოვს რომ განვითარდეს სწორად და არა სიჩქარით. ამიტომ დაიწყო დაბალი კუბატურით. არსებობს უკვე ბაზარზე ისეთი მოდელები, რომლებიც ლამაზებიც არის, კომფორტულებიც არის, იდეალური სიმძიმის ცენტრითაც გამოირჩევიან და საკმაოდ ბევრ შეცდომასაც გაპატიებენ, როცა მართავ. და შესაბამისად ვურჩევდი ნებისმიერს მსგავს დაბალკუბიან, თუმცა საკმაოდ მიმზიდველ მოტოციკლს. 1000-იანებს და 600-იანებს მერეც მოასწრებენ რომ ყავდეთ და იარონ. მივდივართ ბოლოსკენ ბატონო ლადო. მინდა რომ წარმატებები გისურვო. შენს აი ამ რაღაც თელი დედამიწის. ეხა ჯერჯერობით ვარ მაღაზიაზე გადართული რომ შემოვლაზე. ყველაფერი გამოვიდა. რაღაც ეს ამაში მიწევს გავლა ოღონდ მოტოციკლით არა გეიმით მიწევს გავიარო. იმ გემზე იჯდები მოტოციკლებზე და ისე გადავ. მოტოციკლით იქვე იქნება, მე თვითონაც იქვე ვიქნები, დაბმული იქნება მოტოციკლი და გადავლახავთ იმ პატარა სრუტეებს, რაც არის გადასალახი და შემდეგ ისე გავაგრძელებთ საქმიანობითი გზა. ესეც გავიგეთ რომ სრუტეებია გადასალახი და ოკეანეში ხوار გიწევს. ოკეანეში მიწევს გაგრას ოკეანეში მიწევს გავლა. всё, კიდე ერთი მინიშნება შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში სად მიდის ლადო და გამარჯვებულს ლადო გადასცემს ამ გლობუსს. კი ბატონო, შემიძლია. ხო ბოლოს ვიტყვი რა ალბათ თელ პოდკასტი ხალხი ფიქრობდით რომ ეს გაჩიჩილი თმებით და წვერით რატოზე ვარ და ვიდეო უკვე დევს ეს ვიდეო სანამ დაიდება ხო YouTube-ში რომ ვიდეო უკვე დევს ჩემ არხზე რომ თმას შევიჭრი 5007 გამომწერზე და შევიჭრი მოტოციკლებზე იქამდე არ ვიჭრებოდ მიმავალ მოტოციკლებზე შევიჭრი ლადო შეიძლება ლადო მათ ჩემჭრას ჩემი სტილისტი იყოს სიამოვნებით ოღონდ რამე ცუდი არ დამახატა რა მოიცა მე უკან და მოგიჯდე ნუ თუ გინდა უკან მომიჯექი და თუ გინდა ვერუჯები ვერა თუ გინდა წინ დავსვათ ვინმე და ჩვენ ინდური მოტო ანუ ვაფშე მაგარი ვიცი სამბორბლიან რა არა აბა ორი მოპედი ავიღოთ ხო და ანუ ერთად ვიაროთ. ხო და თან რა იქ შეიძლება მოვიფიქრებთ რა. აი შეიძლება ჩელენჯის გაკეთება შეიძლება ისეთი და საკმაოდ სახალისო იქნება, საინტერესო და საყურებელი. ძალიან საინტერესო იქნება წრეს რო დავამთავრებთ ამ სიარულეს როგორ მექნებათ მას შეჭრილი და 2 დღე გავიჩერებ. 2 კვირა. გასე რო ხალხო მეც დავამატებდი რომ გამოიწერეთ მამუკას არხი რომ რაც შეიძლება მალე ავიდეთ 5007 გამომწერს. ივლისამდე რომ მოვასწროთ მე ძალიან მცხელა უბრალოდ რა. არ მინდა ეს დამდიდით მაგრამ მქონდეს. რამდენი ყავს ახლა ყავს 3340 ზუსტად. ფადეგეთი გეოგრაფიაში ვარ, მაგრამ მათემატიკაში ვერ ვარ ეგეთი. რამდენი ყავს 3340? 340, ესე იგი. სულ რაღაც 1677 კაცი გვაკლია იმისთვის, რომ მამუკას თმები გადავპარსოთ და ხალხო გამოიწერეთ მამუკას არხი, იმისთვის, რომ ჩვენც მივიღოთ სიამოვნება, გავაკეთოთ და თან კარგი ვიდეოც შევქნათ. ბევრი კარგი რაღაც იგეგმება, ცალკეც ერთადაც რა ყველაფერს ვეცდებით რომ გავაკეთოთ, თქვენ გაერთოთ, ისწავლოთ, მოგინდეთ მოტოციკლეთის მართვა ტრეკზე, ქალაქში ყველგან რა. მადლობა კიდევ ერთხელ გისურვებ ბევრ წარმატებას, განვითარებას, წლის ბოლომდე 50000 გამომწერს მინიმუმ. წლის ბოლომდე 50 თუ იქნებათ მას გადავიპარსო კი არა რა, თუ აქ გადავინერგავთ მას. შესევიული ვარ. იქნება რო ჭირდება, მაგრამ იქნება არ მოვეშვოთ, თავარი არის და აუცილებლად. შევეჯიბროთ ერთმანეთს მაგ კარგ რაღაცებში, როგორ? არ ვაპირებთ, ხო? რას? შეშვებას.
მაგრამ მე არ მაქვს ჯერჯერობით დაგიზმული არ მაქვს. გამოიწერეთ არხი, დაგვიწერეთ კომენტარები, ასევე შეგიძლიათ დაწეროთ ვის ისურვებდით შემდეგ სტუმრად და რა თემაზე. გამოიწერეთ ასევე ლადოს არხი. შეგვხვდებით აუცილებლად მომავალ ეპიზოდში. დროებით.